ქვეყანა სადაც ერთდროულად მთაში და ზღვაზე დაისვენებდა საზღვაო კურორტი, რომლის კლიმატური პირობები 6 თვემდე სეზონურია. Როგორია ჰავა ბათუმში მაშინ, როცა მსოფლიოს ბევრი ქვეყნის წამყვან სანაპიროებზე უკვე ცივა და რამდენად ჯობია აჭარული კლიმატი სახელგანთქმული კურორტებისას. Ამ ყველაფრის დემონსტრირებას საქართველოს პრეზიდენტმა ამდენ დღეს დედაქალაქის მერთან, მინისტრებთან და წყალბურთელებთან ერთად ბათუმის სპორტის საზღვაო აკვატორიაში გაცურვით. მოახდინა შეიძლება თუ არა ბათუმში მზეზე გარუჯვა და ცურვა 6 თვის განმავლობაში. კურორტი, რომლის ჰავა იშვიათია და ზღვა, რომელიც ოქტომბერში თბილია. კეთი გაშაკაშვილი დეტალებით. ბათუმის საზღვაო პორტის აკვატორიაში პრეზიდენტმა მინისტრებთან, დედაქალაქის მერთან და წყალბურთელებთან ერთად თითქმის 4 კილომეტრი იცურა. მთავრობის წევრებმა პირველად ითამაშეს წყალბურთი პრეზიდენტთან ერთად. გადაცურვა იმის დემონსტრირებაა, რომ ბათუმი და აჭარა მხოლოდ საზაფხულო კურორტი არ არის. აჭარაში დასვენება ტურისტებს მაისიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე შეუძლიათ. წელიწადის 6 თვის განმავლობაში აქ ცურვა და მზეზე გარუჯვაა შესაძლებელი. ბათუმი კლიმატით ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი ადგილია. ადგილობრივი კლიმატი მსოფლიოს ცნობილი კურორტების კლიმატს დღეს პრეზიდენტმა ონლაინ რეჟიმში ინტერნეტით iPad-ის საშუალებით შეადარა. აგვისტოს დასაწყისში ვიცურავე და შემდეგ გავედი და ვითხილამურე მთაში. იმისაც რომ გვესმოდეს თუ რაც იმდიდრეს პლობს საქართველოს და ესე იგი ამოვიღე ტემპერატურა რამდენია სხვადასხვა ადგილებში აი ამ წუთში ხა ონლაინ რეჟიმში სოფლიოს საუკეთესო კურორტების და რამდენია ტენიანობა ეს იმის გასაგებად რომ ყველა ამბობს რომ ბათუმი არის ძალიან ტენიანი ბათუმი ესეთი ესე ბათუმში ახლა ტემპერატურა 29 გრადუსი ტენიანობა არის 42 გრადუსი შემდეგ ბოდრუმი 22 გრადუსი ტენიანობა 68 გრადუსი, ესე ბათუმში 45 გრადუსი, ბოდრუმში 68 გრადუსი, ბევრად უფრო ტენიანი. შემდეგ იალტა, უკრაინა. ტემპერატურა 19 გრადუსი, ესე ბათუმზე 9 გრადუსი ნაკლები, უბრალოდ 18 გრადუსია, 18 გრადუსი და ტენიანობა 67, ბათუმში 45. ნიცა, საფრანგეთი. ტემპერატურა ახლა ნიცაში 6 გრადუსი ტემპერატურა და ტენიანობა 53 გრადუსი, ბათუმზე მეტი. ცოტათი, მაგრამ მეტი. ბარსელონა, რო იძახიშა სულ ბარსელონას არ არის, რატომ არ არის? ბარსელონა 3 გრადუსი აი ამ წუთში. ბარსელონაში ტემპერატურა და ტენიანობა 91 გრადუსი, ორჯერ მეტი ვიდრე ბათუმში. საკმარისია მე მგონი. ამიტომ ეს არის მართლა ეს არის ხოჩუს ერთ-ერთი ახსნა იმისა, თუ რატო შეყურებს ოკუპანტი შურის თუ არის ჩვენ მიწას და რატო უნდა მისი მიტაცება. ასეთი ადგილი, სადაც შეიძლება აქ საცურაო სეზონი არის, მაისის ბოლო და 11 ნოემბრამდე საშუალო. 6 თვე წელიწადში და აქედან იცით რომ ესტიაში შეიძლება ეხლა სრიალი. 6 თვე წელიწადში შეიძლება ცურვა და შეიძლება სრიალი. წყალი არის სუპერ, უკვე ვიყავით ჩასული, სასიამოვნოდ ძალიან კარგი. ასეთი წყალი რაც ახლა არის, ასეთი წყალი არის ნიცაში ხმელთაშუა ზღვაზე, სადღაც ივლისის ბოლოს. დაახლოებით, მოღოთ, იქ არის ბევრად უფრო მარილიანი. იქ დიდხანს ვერ იცურაებ, იმიტომ რომ წვავს. და შავი ზღვა არის უმარილო და აქ არის ძალიან სუსტა პლაჟი ხოჩოს პორტთან ახლოს. და პრაქტიკულად აქ არასოდეს არ გელავს ზღვას. უკვე გადაწყვეტილია, რომ მალე ფერიის მთაზე ბათუმის ფუნიკულიორის მშენებლობა დაიწყება. იგეგმება სასტუმროების კომპლექსის მშენებლობა და ოქროს ქვიშის პლაჟის მოწყობა. აი აქედან დაიწყება ქვიშის პლაჟი, უკვე მომავალ წელს ვიწყებთ სამუშაოდ ოქროს ქვიშა და წავა რამდენიმე კილომეტრი იქით და ესე იგი ერთ სიტყვით ეს საოცარი ქანდაკება, ოქროს ქვიშა, იქ ბათუმის ეიფელი, ზემოთ ბათუმის ფუნიკულორი და იქ თელის წება ახალი სასტუმროების, რომელიც შენდება. ამის გარდა აქ რა თქმა უნდა იახტკლუბი. ტურისტებს საქართველოს წელიწადის 6 თვეს ზამთრის დანარჩენ 6 თვეს კი საზაფხულო კურორტებით უმასპინძლებს. საქართველო არის ქვეყანა, სადაც აგვისტოში ზღვაზე ბანაობა და ამავე დროს მესტიაში თხილამურებით სრიალით შეიძლება. რომანტიული წყვილებისთვის და არა მარტო მათთვის აჭარაში სეზონი გრძელდება. ბევრ სიახლესთან ერთად კი ბათუმს კიდევ ერთი აქვს. ალი და ნინო ახალ ბულვარში.